შესახლის კაც გეძახი არავინ არამცემს ხმას მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც უკვე აღნიშნე, ხელოვნების დრო მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრ სტუდიას ეწვია. დღეს ჩვენი სტუმარია ამ სტუდიის ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილი. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით. უკვე დავაანონსეთ, რომ 13 ნოემბერს იხსნება მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი და მინდა ამის შესახებ ესაუბროთ მაყურებლებს. სანამ თქვენს თეატრზე დავიწყებდეთ საუბარს. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ესეთი დაინტერესდით აი ამ ფესტივალით. არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობა, თქვენი ჩართულობა, განსაკუთრებით ქართული ტელევიზიის ჩართულობა, და რომ ეს ქართული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს ფესტივალი 9 წლის წინ დაფუძნდა და მოიცავდა სხვადასხვა რეგიონში არსებული, ასე ვთქვათ, თეატრალური სტუდიების ჯგუფების ჩართულობას. ბავშვთა, რა თქმა უნდა, ეს არის ყველას აქვს საშუალება, ყველას აქვს უფლება მიიღოს ამაში მონაწილეობა და რაც თავარი არის, სხვადასხვა რეგიონებში ვატარებთ ჩვენ ამ თეატრალურ ფესტივალს და წელს ვატარებთ თბილისში. ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ძალიან ბევრი თეატრალური სტუდიები და ჯგუფები იღებენ მონაწილეობა ხა ჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბით ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მარტო თბილისი არ არის, მაგალითად არის კახეთი, სამეგრელო, ბოლნისი, რუსთავი, ძალიან ბევრი იღებს მონაწილეობას და ძალიან მოხარული ვარ, რომ აი ამ თეატრალურმა ფესტივალმა ყოველწლიური ხასიათი მიიღო და აი ეს ბავშვები და მოზარდები ძალიან დიდი სიხარულით ემზადებიან ხოლმე და რაღაცა ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ამ ფესტივალის მიმართ, როგორც ბავშვებს, ასევე მათ ხელმძღვანელებს და რა ვიცი, რაღაცა ვცდილობთ, რომ ძალიან ისეთი სადღესასწაულო გარემო შევქმნათ, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი ამოცანა ეს არის, გავაკეთოთ რაღაცა ესეთი ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული და რაღაც ელემენტები უნდა იყოს აუცილებლად, რომ აი ამითი გამოირჩევით ჩვენ მაჩაბელას თეატრალური ფესტივალი სხვა თეატრალური ფესტივალებისგან განსხვავებით. ახლა მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს განუმარტოთ თქვენ თეატრალური საზოგადოებისათვის და თეატრალურ წრეებში კი ცნობილია სახელი მაჩაბელა, მაგრამ იქნებ ბევრმა არ იცის ამის შესახებ, ვინ იყო მაჩაბელა და რატომ მაინც და მაინც მაჩაბელა სახელობის. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ თეატრალური სტუდია, თავიდან დავარქვით ესეთი სახლი თეატრში, ესეთი ვერქვა და რაღაცა იყო რა, რაღაცა ძიების პროცესში და შემდეგ კარგახანი ვეძიეთ, ვიკულებდით რა სახელი და უცებ აღმოაჩინეთ ესეთი რაღაცა, რომ მაჩაბელა, რომელიც იყო ერეკლე მეფის დროს კარის თეატრის მსახიობი და დასის მმართველი, რომელმაც თავის დასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა კრწანისის ომში, ბრძოლაში და სამწუხაროდ მთლიანი დასი დაიღუპა ამ ბრძოლაში. მათ იცოდნენ, რომ ისინი, ასე ვთქვათ, ვერ გადარჩებოდნენ, სიტყვაზე დაიღუპებოდნენ, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ აი ესეთი მებრძოლებისთვის რაღაცა განსაკუთრებული მუხტი მიეცათ და აი ბრძოლის კიჟინა იყო იქ, მაგრამ გაემგნევებინა თავიანთი სიმღერებით, შემართებებით და წავიდნენ. აი რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის აი ამ მსახიობის ხელოვანების დამოკიდებულება აი ამ თვითონ სახელმწიფოებრივ პროცესში და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აი ამის სახელობის მაჩაბელას სახელობის თეატრალური, ასე ვთქვათ, სტუდია და თეატრი დაგვიარსებინა და რაც მთავარია კიდე მაჩაბელას სახელი ფიგურირებს ლადო ასათიანის ლექსი სალახო ხო იქ არის, რომ ფიცხელ ომში რომ ღერო და იქ მაჩაბელა, მაგრამ მაჩაბელა უნდა დიდი ხანი ვერატოვდა.
აი ამის შემდეგ უკვე წყვეტა მოხდა ქართველი მსახიობების რომ ყველა დაიღუპა აი ამ ომში და მე ვფიქრობ რომ გადავწყვეტე რომ აი ამისი პოპულარიზაცია უნდა გაგვეკეთებინა და უნდა ვიცოდეთ რომ აი ესეთი გმირები იყვნენ და მსახიობობა არ არის მხოლოდ ზოგს როგორია რომ ანუ მარტო სცენაზე იქ რაღაცას იმანჭებენ ახლა მას ბჭყალებში რაღაცას მასხობენ არა მსახიობს ძალიან დიდი დატვირთვა და ძალიან დიდი ამოცანა და ძალიან დიდი მისია ქონდა და აქვს სახელმწიფოს წინაშე და საზოგადოების ასე ვთქვათ წინაშე. და რაც თავარია კიდე გარდა მაჩაბელას ანუ ხაშიმში აღმოაჩინეს ესე გათხების ერთ-ერთი გათხების დროს არქეოლოგიური გათხრის დროს აღმოაჩინეს ქართული თეატრალური ნიღაბი, რომელიც დათარიღებულია ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში და იმ ნიღაბს დაარქვეს მაჩაბელას ნიღაბი. ეს ერთადერთი ქართული ნიღაბია და ზუსტად აი ამ მაჩაბელას ნიღაბი არის ჩვენი სიმბოლო და არა ბერძნული ტრაგიკომედია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ აი ამასაც უნდა გავუწევთ. ეს არის ქართული და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამის და ყველამ უნდა იცოდეს რომ აი ესეთი საინტერესო უდიდესი გვაქვს ჩვენ თეატრონი გვაქვს მცხეთაში ხო და კიდე გვაქვს იმაში რა ქვია უფლისციხეში ესეთი წარმოდგენისთვის განკუთვნილი ადგილი და ანუ ვცდილობთ რომ აი ამის პოპულარიზაცია გავაკეთოთ ბავშვებში სიყვარული რა თქმა უნდა და რაც დავარეთ ჩვენ მე გავიგედროთ თურმე აი ეს მაჩაბელა შეურაცხიათ წმინდანად აი ეს გავიგეთ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და რომ მე მიხარია რომ ეს პასუხისმგებლობაც არის ამ სახელის რა თქმა უნდა პასუხი იცი როგორი პასუხისმგებლობაა რომ აი იმას რაღაც წარსულთან დაკავშირებს რაღაცა ცდილობ რომ რაღაცა იმ ტრადიციები გადმოვიღო და ზუსტად აი ხა მე ვსაუბრობ ტრადიციების გადმოღებაზე და ზუსტად ანუ ჩვენი ფესტივალები ანუ რომელიც ტარდება ჩატარებული ჩავატარებთ აი ამ ტრადიციით ვიწყებთ ეს არის ბერიკაობით ხსნით აი ამას და სადაც აი ამ ბერიკაობაში ჩართული არის ყველა მონაწილე ბავშვი და ეს კიდე ერთი-ორად უფრო კიდე აღმატებულს ხდის აი ამ ფესტივალს და რა ვიცი მე მიხარია რომ აი ამ საქმეს ვეწევით ჩვენ და რა ვიცი რა მინდა კითხოთ აი ეს ყველაფერი რასაც ყვებით და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ბავშვები პედაგოგები რა თქმა უნდა ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და ვინმე გაფინანსებთ, ენთუზიაზმს კეთდება ეს კარგი სიტყვა, ენთუზიაზმი. სამწუხაროდ, აი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ამას და ეს შემოწირულობით ვიდაფინანსებთ ვაკეთებთ ამას ყველაფერს და მე აკვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო საორგანიზაციო კომიტეტს თია დავითაიას ალბათ ნინო ხომასულიძეს რომელიც ეს ვანგაროთ ვაკეთებთ ამიტომ მოსამზადებელი პერიოდი იმდენად რთულია და ამას ვაკეთებთ ენთუზიაზმით დიდი სიყვარულით რა ჩვენ ეს საქმე არ გვიყვართ სხვა ამაში აბსოლუტურად ანუ არანაირი ის არ არის რაღაცა ანუ და მე ვფიქრობ რომ უფრო კაი გამოდის უფრო გულიანად არის მაგრამ სამწუხარო არის რომ თვითონ დაინტერესება არ არის და ჩართულობა არ არის ანუ იმ ადამიანების ორგანიზაციების სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო რომ ანუ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს აი ამ ფესტივალის იმიტომ რომ ეს კიდე ერთხელ ვამბობ რომ შეიძლება იყოს და არის კიდევაც თეატრალური ფესტივალები მაგრამ ეს მაჩაბელას ფესტივალი არის ერთადერთი განსხვავებული თავისი ასე ვთქვათ ფორმით, შინაარსით, მნიშვნელობით და წარმომსახველობით და ეს არის თავიდან ბოლომდე ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ფესტივალი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას, სტუდიების განვითარებას, მათ ხელშეწყობას, ნიჭისა და პოტენციალის წარმოჩინებას და წახალისებას. და რა თქმა უნდა, ბავშვთა თეატრებს შორის კონკურენციას. აი ეს იგულისხმება, იმიტომ რომ ცდილობენ რომ აი ეს მოშვებული კი არა, ან უფრო ფორმაში არიან, უფრო არიან მოწადინებული რაღაცა არის რა თქმა უნდა კონკურენციის მომენტების და უნდა იყოს, იმიტომ რომ მაშინ ინტერესი აღარ იქნება აი ამ მოდით რამდენიმე სიტყვით ჟიურიზეც ვილაპარაკოთ ქალბატონი ნინო ხომასურიძე ამ ფესტივალის ჟიურის უცვლელი თავმჯდომარეა რამდენადაც ვიცი ის მასტერკლასებსაც ატარებს პარალელურად და დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნინოს ბავშვთა და მოზარდთა თეატრის საქმიანობაში. რა თქმა უნდა და მე ქალბატონ ნინო ხომასურიძეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ რომ ის არის ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, აი უდიდესი პროფესიონალი არის და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ
პროფესიონალიზმის, აი ამ გამოცდილების გადაცემა და გადმოცემა აი ამ ბავშვებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მასტერ-კლასები. მისი დამოკიდებულება ზოგადად, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ეს თავი თვითონ ამ ხელა გამოცდილება ქართული იქნება თუ ევროპული რაც გააჩნია მას და აი ესეთი დონის მსახიობის ეს ცოდნა გადაეცეს მომავალ თაობას. მე გეტყვით რომ ქალბატონ ნინო ხომასოვიძე სპეციალური მოწვევით არის ჩემ თეატრში მაჩაბელას ბავშვთა და მოზარდთა თეატრში პედაგოგი არის და სამწუხაროდ ეხლა ჩვენ ვერ გამოვყავს ჩვენი ბავშვები რაღაც მიზეზების გამო, იმიტომ რომ აბსოლუტურად პედაგოგი არის ჯიურში თუმცა რა თუ გამოვიყვანეთ ანუ კონკურს გარეს იქნებოდა ჩვენი ბავშვები და ანუ ესე იგი კონკურსის ყველა პირობა დაცულია. რა თქმა უნდა და აბსოლუტურად არის გამჭირვალე აბსოლუტურად ანუ ეს არის ის რომ ანუ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ ბავშვებზე სტუდიებზე და არა რაღაც რაც ხდება ხოლმე ზოგადად რა თქმა უნდა ხა ზოგი კმაყოფილია ზოგი არ არის კმაყოფილი მაგრამ ეს არის ობიექტური გამორიცხული არის სადაც ქალბატონი ნინო არის სადაც ფიგურირებ იქ რაღაცა კითხვის ნიშნები და რაღაცა ის იყოს მაგრამ აბსოლუტურად ყველა არის შეიძლება ყველა არ არის კმაყოფილი მაგრამ ნუ საერთო საქმე კეთდება და ეს ფესტივალი უკვე 9 წელიწადი ტარდება ხო ეს იმას ნიშნავს რომ ამ ფესტივალმა გაიმარჯვა ხომ არ გეგმავთ ან ხომ არ ფიქრობთ საერთაშორისო გახადოთ ეს ფესტივალი რადგანაც ასეთი მასშტაბები შეიძინა საქართველოს იცით რა არის ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობთ ამაზე სხვათა შორის დაგვიკავშირდა რამოდენიმე თეატრი უცხოური ანუ და ამისი ყველა პირობა არის იმისთვის რომ გავხადოთ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის ხარჯებთან დაკავშირებული თუ ამისი ხელშეწყობა არ იქნება და კეთილი ნება იმ ადამიანებს იცით რა არის კეთილი აქ ვერ ვიტყვი რომ კეთილი ნება ეს აუცილებელი არის მიხვდით აქ კეთილი ნება შეიძლება რაღაცა ეს სუბიექტურია მაგრამ ეს არ არის ის რომ ახლა იცი რა არის მინდა გავაკეთებ მინდა არ გავაკეთებ ეს აუცილებელია ამას მე ჩავატარებ სხვა ჩაატარებს თუ ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს უნდა გაკეთდეს ეს უნდა გაკეთდეს ისეთი დიდარი ტრადიციები თეატრალური ტრადიციები სწორედ უნდა გაიგოს რომ არის ეს ხვალდა ესეთი არაჩვეულებრივი დასი აი ესეთი ქართული ნიღაბი რომელიც ძალიან ძველი არის ხო ძალიან ძველი არის და უნდა გავაცნოთ რომ ესეთი არაჩვეულებრივი თეატრალური წარსული და ტრადიციები გაგვაჩინია და მე ვფიქრობ რომ აუცილებელი არის ამის ხელშეწყობა თუმცა ეს უკვე ხა ჩვენ ვერავის ვერ დავავალდებულებთ ეს თვითონ უნდა გადაწყვიტო მაგრამ სამწუხარო არის რომ ჩვენ დღემდე ვერ ვახერხებთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის ჩატარებას იმიტომ რომ არ აქვს შესაბამისი ანუ თანადგომა და არა ბაზა გვაქვს მაგრამ შესაბამისი თანადგომა არ აქვს ანუ ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირი პირობა გვაქვს იმისი ანუ რაც საორგანიზაციო კომიტეტში ეხება აბსოლუტურად ყველა პირობაზე ნუანსი გვაქვს ამ შემუშავებული ერთადერთი რაც გვაქვს ეს არის ამისი ხელშეწყობა იმიტომ რომ ამ როდესაც საერთაშორისო საკითხები უკვე ცოტა სხვანაირად უნდა წარსდგე უფრო ცოტა სხვა პირობებია საჭირო უფრო ცოტა სხვა მასშტაბებია საჭირო და აქედან გამომდინარე აი ამაში ცოტა პრობლემები გვაქვს იმიტომ რომ ხელშეწყობა მე ვიგულისხმე თქვენ თვითონ იჯარით ახართ ხო თეატრში ათონელზე კი ხო და აი ამიტომ ბავშვთა თეატრი საერთოდ აი სხვადასხვა ჩვენ ადრე გვქონდა ამაზე საუბარი ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი რომ აუცილებელია რომ არსებობდეს ბავშვთა თეატრი ბავშვთა და მოზარდთა თეატრი სადაც უშუალოდ ბავშვები ითამაშებენ და მოზარდები ითამაშებენ და სხვადასხვა კიდევ გვაქვს დაყენებული საკითხი რომ არსებობდეს მოპარულთა იცი რა გვქონდა ახლა ამაზე საუბრები ოფიციალურ მხარეებთან არაოფიციალურ მხარეებთან ნუ ვერ მოხერხდა იმედია რომ შემდგომში მოხერხდება და ძალიან მნიშვნელოვანია ხა ჩვენ სხვა საკითხზე გადავიდეთ მოპარულ თეატრზე და მე ვფიქრობ რომ აუცილებელი არის თბილისში მოპარულთა თეატრი იყოს აი ის პროფესიონალები რომლებიც მაგალითად იქნებიან არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტები ექიმები რომლებსაც უნდათ სცენაზე დგომა და სამწუხაროდ სხვა პროფესიაზე უფლებიან აი ეს თავისუფალად რომ გამოიყენონ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დავუბრუნდეთ ფესტივალს რა ნომინაციები გაქვთ რა ნომინაციები საერთოდ საინტერესო ნომინაციები არის მაგალითად მთავარი როლის შესრულებისთვის, მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ანუ მაქსიმალურად შევეცადეთ რომ ნომინაციები ბევრი ყოფილიყო. რომ მოიცვას რა თქმა უნდა რომ ყველა კმაყოფილიყო. ანუ წელს პირველად არა გვაქვს გრან-პრი,
ყოველთვის ქონდა გრან-პრი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთ უხერხულ სიტუაციაში ვარდებოდით ხოლმე, ჩვენ რაღაც ისეთი დამოკიდებულება იყო და აქედან გამომდინარე ხო არ დააკონკრეტებდით. იცით რა არის, აი მაგალითად იყო ესეთი თეატრი, სამწუხაროდ, საბავშვო თეატრი, რომელიც უკვე ფესტივალზე მოდიოდა და ანუ უკვე თვლიდა რომ იყო გამარჯვებული, არც მისი სპექტაკლი არ ქონდა ნანახი, არც ჟურის არ ქონდა შეფასება და იმათ მაიცოდნენ რომ უკვე იყო გრან-პრი ამათი და როდესაც უკვე ეს სვებს ესმოდათ, უკვე ჩვენ თვითონ ვარდებოდით უხერხულ სიტუაციაში და ნუ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორი იყო და ჩვენ ამას ვერ განვსაზღვრავთ, იმიტომ რომ ეს თვითონ ხელმძღვანელებმა და პედაგოგებმა უნდა ასე ვთქვათ განსაზღვრო და გააკეთო, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ესეთი ფაქტი და აქედან გამომდინარე, ნუ ჩვენ ამოვიღეთ ეს, იმიტომ რომ რაღაცა უხერხულ მომენტს ქმნიდა და მე ანუ თვითონ არასასიამოვნო ფაქტი იყო. გასაგებია. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ყველა გამარჯვებულებს დავარია ფესტივალში მონაწილეობა, გვაქვს აუცილებლად დავაწესეთ ფესტივალის აღმოჩენა, ჟიურის სიმპათია, არის კიდე ნომინაციები, არის თვითონ ჩემი პრიზი არის ანუ თვითონ საორგანიზაციო კომიტეტის არის და ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა ბავშვი ვინც იღებს მონაწილეობას მაქსიმალურად წავახალისოთ თვითონ სტუდიები და თვითონ ეს ნიღაბი რა ნომინაციაში გაიცემა მაჩაბელას ნიღაბი ჯილდოდ თუ უბრალოდ ეს სიმბოლო არის და ყველა თეატრალურ დასი იქნება თუ ჯგუფი იქნება გადაეცემა აბსოლუტურად ყველას და ანუ ყველას ექნება მის საშუალება რომ ანუ წაიღოს ეს და ნუ ნომინაციების მიხედვით იქნება სიგელები და დიპლომები. რა მინდა კითხოთ? თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა რომ ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის ყველასთვის გქონიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ცოტა ძვირი ფუფუნება არის და აქედან სამწუხაროა. ვიძლია რომ ეს თუმცა ძალიან მოხარულები იქნებოდი რომ ჩართულიყვნენ და ანუ თუნდაც აიღეს ჩვენი ტელემაყურებლები დაინტერესდნენ ბიზნესმენები, ვინც დღეს გვისმენს, ნამდვილად აუცილებელი და საჭირო საქმეა და დაუდგეთ მოთხოვნა იყო რომ ანუ გაკეთებული იყო ისე რომ ბავშვებისთვის პრინციპი ხო დიდი საერთოდ ბავშვები მოდიან ხო ახლა მე არ მომყვანო არ მინდა დაფინანსება რომ აი ბავშვებისთვის რაღაცა დამატებითი საჩუქარი დამატებითი რაღაცა გაკეთებული იყო აი ამაზე მუშაობთ არ ვიცი ახლა ეს როგორანაირად მაგრამ ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტი და ანუ ძალიან არის ჩართული და სხვათა შორის სახალხო აქცია ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით არის ჩართული დიდი მადლობა ქეთი მიხაძეს მინდა გადავხადო რომელიც აი ძალიან ისე ზრუნავს ამაზე და რა თქმა უნდა მე ხარ არიან ადამიანები რომლებიც არიან ჩართულები და თქვენი დამოკიდებული აქვე მინდა თქვა ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით პროგრამით მე რამდენჯერმე დასწრები ვარ საქართველოს საღამოებშიც აქტიურად მონაწილეობენ თქვენი ბავშვები, ძალიან ბევრი ღონისძიება გაქვს ჩატარებული და ნამდვილად იმსახურებს თქვენი თეატრის სტუდია იმას, რომ თანადგომა გქონდეს საზოგადოების დიდი ნაწილისგან, რათა გავახაროთ ბავშვები. დიდი მადლობა. ყველანი ვისაც სჭირდება დახმარება, ჩვენ ერთმანეთს ნამდვილად ვჭირდებით. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ და ანუ ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ 78 ესეთი საქველმოქმედო აქცია გვაქვს ჩატარებული. ბავშვებისათვის და ეს იმდენად საინტერესოა. ეს იმდენად კარგია, რომ როდესაც ბავშვი, პატარა ადამიანი, პატარა ასაკიდან ანუ იწყებს ზრუნვას სხვა ადამიანზე, რომელსაც მჭირდება მისი თანადგომა და დახმარება. და ეს არის ძალიან მე არ დამავიწყდება ჩემი სტუდიის ბავშვების სახე, როდესაც ამას აკეთებდნენ, როგორი აბსოლუტურად სხვანაირები იყვნენ და ყოველთვის ვამბობ, როდესაც აი ესეთი აქციები ტარდება, ხო, აი განსხვავებულად თამაშობენ, უფრო მონდომებულები არიან და მე მიხარია. მე დასწრები ვარ ამ სპექტაკლს, თქვენ სპექტაკლებს საახალწლოდ, რომელიც ჩარშენ ჩატარდა ხორავა სახელობის თეატრში, ანშლაგით მიმდინარეობდა და ძალიან კეთილი და კარგი საქმე გაკეთდა. დიდი მადლობა თქვენთან. რა მინდა კითხოთ კიდევ. აი, რითი იქნება წლევანდელი ფესტივალი? ან ხომ არ იქნება რამეთი განსხვავებული სხვა წლებთან შედარებით? თქვენ უკვე გამოცდილება დაგიგროვდათ, იმ გამოცდილებას ალბათ იზიარებთ. აი, რამე ახალი შტრიხი, რაც
წლევანდელ ფესტივალში იქნება შეტანილი. ახალი შტრიხი ეს იქნება უფრო მასშტაბური იქნება, ეს უფრო მასშტაბური იქნება, უფრო სანახაობით იქნება, გვემინდა ვთქვა, რომ დასწრება აბსოლუტურად არის თავისუფალი. შეუძლია ნებისმიერ მაყურებელს მოიყვანოს ბავშვები, მოვიდნენ მოზარდები და ესეა რომ აი ამ სანახაობას. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 13-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ათონელის ქუჩაზე 31 ნომერში თეატრი ათონელზე უმასპინძლობს ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალს. მოიყვანეთ თქვენი პატარები და აზიარეთ ამ ლამაზ სანახაობას. მადლობა მინდა გითხრათ ბატონო მამუკა ჩვენთან სტუმრობისთვის და თან მინდა გკითხოთ თქვენი თეატრის შესახებ. თქვენ როგორც ერთ-ერთი საბავშვო თეატრის სტუდიის ხელმძღვანელი, რა საქმიანობას ეწევით? რას სწავლობენ ბავშვები თქვენს თეატრში? იმის გარდა პირველ რიგში ჩემ თეატრალურ სტუდიაში ბავშვები და მოზარდები პირველ რიგში სწავლობენ დისციპლინას და ადამიანურობას პირველ რიგში. ეს არის ჩვენი ამოვანი წერტილი. რომ შეიძლება ყველა არ გამოვიდეს მსახიობი, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეებით დღესდღეობით არიან სტუდენტები, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები, მაგრამ მე არ აქვს რომ ისე რომ აბსოლუტურად ყველა უნდა ჩააბაროს და ყველა მსახიობი უნდა გამოვიდეს, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყვნენ კარგი მსმენელები, კარგი შემფასებლები, იცოდნენ ხელოვნება, კარგი სადაცვლის გარჩევა და იცოდნენ ამისი მნიშვნელობა, რას ემსახურება, აი ეს და მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ თვითონ პედაგოგს, რომლებიც არიან არაჩვეულებრივი პედაგოგები, პროფესიონალები, ნინო აბელიშვილს, გიორგი გოგიჩაიშვილს, ნატომ ჭეტრიშვილს და ქალბატონ ნინო ხომასოლიძეს, რომ აქ ჩვენ სწავლობთ პლასტიკას, ჩვენ სწავლობთ ვოკალს, ჩვენ სწავლობთ თავისუფალ აზროვნებას, რაც განსხვავებული არის და ასევე ვსწავლობთ თეატრის ისტორიას და კრიტიკას, თეატრმცოდნეობას და რა თქმა უნდა მსახიობის ოსტატობას, რომელსაც ქალბატონი ნინო უძღვება ხომასოლიძე და მეტყველებას. და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი რაც საჭირო არის ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, რაც წაიმ მიმართულებით თეატრალური მიმართულებით, ესთეტიკური აღზრდისთვისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად ყველანაირი პროცესი არის, ყველანაირი პირობა არის ამისთვის. მე უნდა დიდი მადლობა გადავუხადო თეატრი ათონელს, იმიტომ რომ რაც მაქსიმალურად შეგვიქმნეს ეს პირობა და მინდა ვთქვა, რომ რაღაც წელს ჩვენ შევიცვალეთ და თქვენ დაში იყავით. კი, ვიყავით ჩვენი თეატრის და სამყოფი ვარ და დავსწრები თქვენ სპექტაკლებს. და ახლიდან დავიწყეთ, რაღაც ერთი თვე არის. ის ბავშვები არა, რამოდენიმე მათმა დაამთავრეს და შევიცვალეთ ეს გეოგრაფიული მდგომარეობით ეს რა ქვია მდებარეობა და აბსოლუტურად უკვე ნულიდან ვიწყებთ ამ რაღაცას ყველაფერს და მაგალითად არაჩვეულებრივი ბავშვები მყავს და ისეთი დამოკიდებულები გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან, რომ გაცილებით უფრო მეტი არის ჩვენი ურთიერთობა ვიდრე მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა უფრო ოჯახური სიტუაცია და ერთმანეთის ბავშვები გარდა იმისა, როგორც ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უფრო სხვა ურთიერთობა გვაქვს და ბევრი საკითხებზე ვიწევს საუბარი, რაც მაგალითად მათ აინტერესებს, რაც პრობლემაა ზოგადად სამთავრობაში, რასაც ისინი თვლიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდე რა არის თავარი, რომ არიან ბავშვები, იმიტომ არ არის თავარი გამოვიდნენ და სპექტაკლთან რა თქმა უნდა, რომ ჩემი სპექტაკლები და ჩემი თეატრი გამოირჩევა ხარისხით, რომ მე არ ვაკეთებ ისეთ, რომ ოღონდაც გამოვიდეს და ამითი მე ძალიან ამაღლება. აი ამ ყველაფერს და ის არის, რომ უფრო სხვანაირი დამოკიდებულება იყვნენ ბავშვები, რომელზეც დაკომპლექსებულები იყვნენ და სურათს ვერ ვაღებინებდი და ხმას ვერ ვაღებინებდი. დღეს ეს ბავშვები, რომელიც ყავდნენ, ხო, დაამთავრეს უკვე 65 წლიანი სასწავლო წლისა, უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი მსახიობები არიან და მე ამით მოხარული ვარ, რომ გარდა იმ წეგანაც ვახსენებ პროფესიონალ განვითარებისა, სხვა მიმართულებითაც მუშაობთ, რომელიც ძალიან ეხმარება ჩემკომ საზოგადოებაში ადაპტაციისათვის. ახლა ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან. მამუკა ლომაშვილი გარდა იმისა, რომ არის საინტერესო ხელოვანი, ხელმძღვანელი ბავშვთა ანსამბლისა, გამოირჩევა მისი აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით. მე თვალს ვადენებ თქვენს ყოველდღიურობას
და თქვენ გულგრილი არ ახართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და ყოველთვის სხვადასხვა ფორმით გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას. Როგორ თვლით, ხელოვანი ადამიანი უნდა იყოს თუ არა ჩართული ყოველდღიურ ქვეყნის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის ყოფაში და მის პოლიტიკაში, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, გამეწერან ახსენე, ხო? აი, მაჩაბელაძე დავიწყეთ. ეს არ იყო პოლიტიკა, რაც მაჩაბელამ და მაჩაბელადასმა გააკეთა. ეს იყო უდიდესი პოლიტიკა, ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მე ვფიქრობ, ყველა და განსაკუთრებით ხელოვანი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად პასუხისმგებლობა უნდა კონდეს თავისი ქვეყნისა და ერისა და მოსახლეობის წინაშე, ის უნდა იყოს იქ, სადაც მისი ადგილი, იქ უნდა იყოს იქ, სადაც წყდება მისი ქვეყნის ბედი, სადაც რაც არის სათქმელი გაუცილებლად უნდა თქოს და სხვადასხვა თეატრი ამისი ის არის საკენათელი მაგალითი, რომ ანუ წარმოდგენები, რაც იმართებოდა და იმართება და უნდა ყოველთვის აისახებოდა სოციალურ-პოლიტიკურ ეკონომიკური სიტუაცია და ყოველთვის იმ სათქმელს ამბობდა. ჩემ მაგალითი ავიღოთ, ხო? ანუ მე ყოველთვის ვამბობდი იმ სცენაზე, ხო? ანუ რისი თქმაც უნდოდა ხალხს, რა მანკიერი თვისებებიც იყო. ანუ სხვანაირად, ანუ ხელოვნების რანგში, ხელოვნებაში შეფუთული იყო ის სათქმელი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ეს პოლიტიკური სატირა, რომელსაც პაროდიის თეატრი აკეთებდა. და მე აქტიურად მონაწილეობდით იუმორინას პროგრამით. რა თქმა უნდა და იქ იყო ის ყველაფერი, რაც მაგალითად მე მაწუხებდა, თქვენ გაწუხებდა, ზოგადად ხალხსაც უხებდა, შეიძლება მე ნაკლებად მეხება, მაგრამ როდესაც მე რაღაცას წარმოადგენა, ზოგადად ხელოვან ადამიანზე ვსაუბრობ, ხო? ანუ ის შენ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღო და მე არ მესმის იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირონ, იმიტომ აღარ დავა კონკრეტულად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ყოველთვის უნდა იყვნენ სადარაჯოზე თავისი ქვეყნის და რასაც ფიქრობენ, გულწრფელად ის უნდა და რაც ჭირდება ხალხს და უნდა ყოველთვის გაიზიარონ ხალხის პრობლემები, ხალხის და ამაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, იმიტომ რომ არ არსებობს ხელოვანი ადამიანი ცალკე და არ არსებობს საზოგადოება ცალკე, ეს არის ერთიანი და აუცილებლად ყველა უნდა იყოს, ეხლა ყველას ჩვენ ვერ მოვთხოვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ხარ მსახიობი, რომელსაც რაღაცა ცოტა ორჯერ მეტად ახარ გამოჩენილი ტელევიზიით და ვიღაცა გიცნობს და ვიღაცა საინტერესებს შენი აზრი და შენ რაღაცის გაკეთება შეიძლება, ხო? აუცილებლად უნდა იყოს, არა აქვს ამას მნიშვნელობა. რა შედეგი დამთავრდება, როგორ დამთავრდება, ჩვენ ვიცით რა პროცესებში და მე სამწუხაროდ მოვხები აი ამ, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესში, რომელიც არ ვიყავი სასურველი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულებით და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ის და ანუ აბსოლუტურად კიდე სხვა ყურადღების ქვეშ ვიყავ, ანუ რომ ვიყავი პრეზიდენტის პაროდისტი. მე ვთქვით, ანუ უფრო სხვა დამოკიდებულება იყო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო ამ ყველაფერზე და არ მქონდა უფლება რომ რაღაც აიცი რა ხან ეს მე არ მეხება. ეს არ არის. ეს უნდა რაღაცეღანავს თქვი რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და უნდა გაიზიარო აი ეს პროცესები, აი ეს ბედი თუნდაც აი ეს იმათი ჭირვარამი, რაც მაგალითად მოსახლეობას აწუხებს და ყოველთვის უნდა დადგა ქვეყნისა და ხალხის სადარაჯოზე. მე ვფიქრობ, ეს არის მთავარი აპრიორი მსახიობისთვის და აი ამას უნდა ემსახურებოდეს ზოგადად ხელოვნება და ხელოვანი ადამიანი. იმიტომ რომ ამის გარშემო ვფიქრობ, რომ მადლობთ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებაშიც, შემოქმედებაშიც. ჩვენი სტუმარი იყო ბავშვთა და მოზარდთა თეატრი მაჩაბელას ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ლომაშვილი.